1917 წლის მარტში, როდესაც რევოლუციის პირველი კვირების სისხლიანი ეიფორია ოდნავ ჩაცხრა და ტავრიდის სასახლის კორიდორები ჯერ კიდევ ბოლქვის მტვერს ასუნთქავდნენ, ამ შენობის ერთ-ერთ მოუხერხებელ კუთხეში დადგა ისეთი სურათი, რომელიც ისტორიულ წიგნებში ვერასდროს მოხვდა. ჩვეულებრივი ტილოს ტომრები, გროვებად, ჩვეულებრივი საწყობის ტომრები, სავსე ფულით. არა სეიფი, არა დაცული სარდაფი, არა ბუღალტრული წიგნი, ტომრები. ასეთ ადგილას ყოველ ჯარისკაცს, ყოველ მუშას, ყოველ რევოლუციის მოყვარულს შეეძლო მისვლა, ხელის ჩაყუფა და ჯიბის გაბერვა მომავლის სახელით. და ეს ყველაფერი ხდებოდა ოფიციალურად, ნიკოლოზ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, პეტროგრადის საბჭოს სახელით, ორგანოს სახელით, რომელსაც ამ წუთას მთელი რუსეთის ბედი ეკისრებოდა. ჩხეიძე. ეს სახელი 1917 წლის გაზაფხულზე ორ დედაქალაქს, პეტროგრადსა და თბილისს ერთდროულად გამოჰყვა ტუჩიდან. გარესახე, ასკეტი, მარტივად ჩაცმული, ძველ, გაცვეთილ პალტუში. შინაარსი, ადამიანი, რომლის ხელმოწერით სრიალებდა ფულის ისეთი ნაკადი, რომელსაც თავადაც ვეღარ ითვლიდა. ის იყო სიზმრის სახე, მჭერმეტყველი, ცეცხლოვანი, ხალხისთვის. და სწორედ ამ სიზმრის ჩრდილქვეშ, ტავრიდის სასახლის ოთახებში ვითარდებოდა ისტორია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე ფრთხილად იყო დამალული. დღეს ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ შევეცდებით გავხსნათ ის, რაც ტავრიდის სასახლის ტომრებში იდო. არა მხოლოდ ფული, არამედ ეპოქის საიდუმლო. ის გარიგებები, ის სახელები, ის კონტრაქტები, რომლებიც 1917 წელს ჩამოყალიბდა და რომელთა შედეგი დღემდე ბურუსითაა მოცული. ტავრიდის სასახლე 1917 წლის თებერვლის 27-ს, რევოლუციის პირველ დღეს, ერთდროულად ორ სულს შეიცავდა. ზემოთ სასახლის ოქროს დარბაზებსა და სახელმწიფო ოთახებში სახელმწიფო სათათბირო, ცარიზმის ნარჩენი ჩონჩხი. ქვევით, იმავე კედლების ქვეშ, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, ახალი სამყაროს პირველი ყიშინო. ეს ორი სამყარო ერთ სახურავ ქვეშ ერთ კვირას ცხოვრობდა, სანამ ერთი არ გადაფარავდა მეორეს. საბჭო ჩხეიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქაოსში, ჩქარა, ყოველგვარი ბიუროკრატიული ინფრასტრუქტურის გარეშე. და ამ ქაოსში, ისტორიის ალბათ ყველაზე ეგზოტიკურ ფინანსურ სისტემაში, დაიბადა ეგწოდებული რკინის ფონდი. რკინის ფონდი, ეს სახელწოდება ყველაფერს ამბობს, მოუხეშავი, ძლიერი, ძალიან ფუნქციური. პეტროგრადის ფაბრიკები 10,000 მუშით ყოველდღიურად გამოყოფდნენ ხელფასის ნაწილს და ამ ფულს გუნდ-გუნდად გაატანდნენ ტავრიდის სასახლეში. ფრონტიდან ჯარისკაცები, ის ჭაბუკები, რომლებიც ყინვასა და სისხლს შუა ისხდნენ სიმინდის ხანებში, გაგზავნიდნენ ვერცხლის მონეტებს, ჯვრებს, ბეჭდებს. ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი გამოძახება. გვჯეროდეს ერთი სიკეთის, ერთი სამართლიანი მართლობის. ეს ფული ტომრებში ჰქონდა. პირდაპირ ტილოს ტომრებში, ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე. სუხანოვი, ეს შეუცვლელი მემუარისტი, რომელიც ამ ყველაფრის პირდაპირი მოწმე გახდა, თავის რევოლუციის ჩანაწერებში იხსენებს, თუ როგორ გადიოდა ფული ხელიდან ხელში ყოველგვარი პროტოკოლის გარეშე, რევოლუციის საჭიროებების სახელით. ეს ფრაზა, რევოლუციის საჭიროება, ფარდის როლს ასრულებდა. ფარდა, რომელიც ყველაფერს ფარავდა. ლეგიტიმურ ხარჯებს, ბიუროკრატიულ ქაოსს, პარტიულ ეგოიზმს და ეს ყველაზე სამარცხვინოა, გასამდიდრებლად ხელსაკრელ გარემოს. მაგრამ ვინ იყვნენ ისინი, ვინც ამ გარემოს ყველაზე ეფექტიანად გამოიყენეს? ეს კითხვა, ისტორიის ამ დარჩენილი ზღვარი, ყველაზე ნაკლებად შესწავლილია. 10 წელი საბჭოთა ისტორიოგრაფია იყვირდა მენშევიკების ქურდობაზე. მაგრამ ჭეშმარიტება, როგორც ხშირად ხდება, ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე პირდაპირი ბრალდება. ვინ მართლა გამდიდრდა? ვის ჯიბეში ჩაიწია ეს ფული? ამ კითხვაზე პასუხი მოითხოვს ორ ძაფს. ერთი ძაფი ბეჭდვით ინდუსტრიაში შედის, მეორე ომის მომარაგების ბნელ კულუარებში. ჩხეიძემ, ანდა უпроსწორად ჩხეიძის სახელით მოქმედმა საბჭომ, გაატარა ის ნაბიჯი, რომელიც ომის ეპოქაში ყველაზე ძვირად ჯდება. სტამბების კონფისკაცია. კოპეიკა, ეს პოპულარული, ფართოდ წაკითხული პეტროგრადული გაზეთი, გახდა ამოღებული. მისი სტამბა ჩამოართვეს მფლობელებს. ეს ოფიციალურად რევოლუციური ექსპროპრიაცია იყო.
ამ სტამბაში დაიბადა იზვესტია, საბჭოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, რომელიც უზარმაზარი ტირაჟით გამოდიოდა. კარგი, მაგრამ სად წავიდა ფული ქაღალდის შესაძენად? ვინ მიყიდა ამ ქაღალდს საბჭოს ომის პირობებში, ქაღალდის მწვავე დეფიციტის ფონზე, სპეკულაციურ ფასებში? ეს კითხვა გახდება ჩვენი პირველი გასაღები. და ეს გასაღები ნათელს მოფენს ისეთ სახელებს, რომლებიც ოდესმე საბჭოს მეგობრებად იყვნენ ცნობილი. ხოლო ახლა ჩვენ ვხვდებით თუ რა ფასი ჰქონდა ამ მეგობრობას. 1917 წლის გაზაფხულზე პეტროგრადში ყველაზე ძვირი სიტყვა ქაღალდი იყო. ომი 4 წელი გრძელდებოდა. სარკინიგზო გზები გადატვირთული იყო სამხედრო ტვირთით. ქარხნები, რომლებიც ადრე ქაღალდს აწარმოებდნენ, ახლა ვაზნებსა და ბინტებს ამზადებდნენ. და ამ ვაკუუმში ქაღალდის ბაზარი სრულიად სხვა ძალებმა დაიკავეს. სპეკულანტებმა, შუამავლებმა, ბაზრის ოსტატებმა, რომლებიც ბედის ამ ირონიაში, ომსა და რევოლუციაში თავიანთი ოქროს ეპოქის ბზინვარებას ხედავდნენ. პეტროგრადის საბჭოს იზვესტია 1917 წლის 22 თებერვლიდან იბეჭდებოდა. ეს ფაქტი ამ მოვლენის სიჩქარე ყველაფერზე მეტყველებს. 3 დღე გავიდა რევოლუციის დაწყებიდან და უკვე გაზეთი გამოდიოდა. როგორ? ვისი სტამპით? ვის ქაღალდზე? ამ კითხვებს ერთი შეხედვით ტექნიკური ხასიათი აქვს, მაგრამ ყოველი ტექნიკური კითხვის ქვეშ ფულადი ნაკადები დევს. კუპეიკის სტამბა გადაეცა საბჭოს. ამ სტამბის ყოფილი მფლობელები კი, რომელთა ქონება ჩამოართვეს, ცხოვრობდნენ 2 კვარტლის მოშორებით, ელოდნენ და ფიქრობდნენ. ანდა არ ელოდნენ. არის კითხვა, რომელსაც ის ეპოქა პირდაპირ ვერ სვამდა. ვინ სარგებლობდა ამ ექსპროპრიაციით ყველაზე მეტად? საბჭო თუ ის ბიზნესმენები, რომლებმაც ექსპროპრიირებული სტამბის ნაცვლად ახალი, უფრო ძვირი კონტრაქტები მოიპოვეს ქაღალდის მიწოდებაზე? ეს კითხვა ერთი შეხედვით ცინიკური ჩანს. ჯერ ოდნავ მოვთმინოთ და ვნახოთ, სად ვიდვრებოდნენ ეს ბიზნესმენები. ომის ეპოქის პეტროგრადის ქაღალდის ბაზარი ნახევრად ლეგალური, ნახევრად ჩრდილოვანი სამხარო იყო, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და ორიენტაციის მეწარმეები ასრულებდნენ შუამავლის როლს, ჩრდილოეთ ფინეთიდან, ბალტიისა და ციმბირიდან შემოტანილი ქაღალდის ნაკადების კონტროლით. ამ ჩრდილქვეშ მოქმედი ქსელი ომამდე ინახებოდა კომფორტულ, ხარბ ჩრდილში. რევოლუცია კი, ბუნებრივად, ამ ქსელს ახალ კლიენტს მისცემდა. ყველაზე მსხვილს, ყველაზე გადახდის უნარიანს, სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ოფიციალური ბუღალტრობის გარეშე ფულს ყრიდა ტომრებიდან. ფიოდორ დანი, ეს სახელი ახლა ჩვენ ისტორიაში შემოდის. მენშევიკების ლიდერი, ჩხეიძის ახლო წრის წევრი, ის ადამიანი, ვინც ფაქტობრივად კურირებდა იზვესტიას სარედაქციო პოლიტიკას. იზვესტია ნიშნავდა ბეჭდვითი ბიუჯეტის კონტროლს. ბეჭდვითი ბიუჯეტი ნიშნავდა ქაღალდის შესყიდვას. ქაღალდის შესყიდვა ნიშნავდა კონტრაქტებს. კონტრაქტები კი, სწორედ კონტრაქტები, ისტორიაში ყოველთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგია ღარიბობისა და სიმდიდრის გამოყოფის ხაზისთვის. ვინ მიიღო ეს კონტრაქტები? კონკურსი გამოცხადდა? ტენდერი ჩატარდა? ამ კითხვებზე 1917 წლის ოქმები სამწუხაროდ დუმდება. მაგრამ ერთი ფაქტი ნათელია. ამ პერიოდში ქაღალდს ყიდულობდნენ გაბერილ, სპეკულაციურ ფასებში. ამ ფაქტს ადასტურებს ბოლშევიკი ალექსანდრე შლიაპნიკოვი, ის ადამიანი, ვინც მუდმივად ითხოვდა ფინანსურ აუდიტს და ვის ხმასაც ყოველ ჯერზე ჩახშობდნენ. შლიაპნიკოვი, ახლა ამ სახელს ეს ამბავი გმირს ვერ ვუწოდებთ, რადგან ისტორია ამ ადამიანის ბედსაც სავალალოდ გადახვევს. მაგრამ 1917 წელს ის ასრულებდა ფუნქციას, რომელიც ყოველ ეპოქაში იშვიათია. ხმამაღლა კითხულობდა, სად გაჩინა ფული? საბჭოს ოქმებში, ბოლშევიკთა შიდა პარტიულ ოქმებში, მის ხელმოწერილ შეტყობინებებში ყველგან ერთი და იგივე ჩვენება. საბჭო ქაღალდს ყიდულობს შუამავლებისგან, ძვირად, კონკურსის გარეშე. ეს შუამავლები საბჭოს ახლო წრეს ეკუთვნიან. ანგარიში არ ბარდება, ბუღალტერი არ არსებობს. ეს ამბავი, ამ ეპოქის ინსაიდერის ჩვენება, ერთი კუთხით ასე ჟღერს. მილიონების ღირებულება ქაღალდი გავიდა ბაზრიდან სპეციალური ფასებით. სპეციალური. ეს ეფემიზმი, რომელიც ამ ეპოქაში ყველაზე ძვირი სიტყვა გახდა. ახლა კი წარმოიდგინეთ შემდეგი სცენა. ტავრიდის სასახლის კორიდორი, 1917 წლის მაისში. ჩხეიძე გაცვეთილ პალტოში, დროდადრო გადის ამ კორიდორში, ეჩქარება შემდეგ სხდომაზე. მისი ეტიკეტი, ასკეტი, სუფთა, ხალხის კაცი. გვერდით მასთან ლაპარაკობს ვიღაც, კარგად ჩაცმული, თბილ პალტოში, ახალი ფეხსაცმელით.
ეს ვიღაც საბჭოს მომარაგების კომისიის გარკვეულ სახელს ატარებს. ისინი სწრაფად ლაპარაკობენ. ჩხეიძე ხელს აწერს ქაღალდს. ეს ქაღალდი კონტრაქტია. კარგად ჩაცმული ვიღაც ქაღალდს სწრაფად ჩადებს საქმეში. ხელს ჩამოართმევს და სასახლიდან გადის. ამის შემდეგ ქუჩაში ის ჩაჯდება ეკიპაჟში, ღიმელით. ჩხეიძე კი ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს. ის უკვე შემდეგ კრიზისზე ჭიდება. ეს ეპიზოდი სიმბოლური, მაგრამ ამ ეპიზოდის შინაარსი სინამდვილეში ლომის წილი ეხება 1917 წლის ფინანსურ ისტორიას. მაგრამ ბეჭდვითი ინდუსტრია მხოლოდ ნახევარი ამბავია. მეორე ნახევარი რაბოჩაია გაზეტა, რაბოჩი პუტი, 100 სხვა პარტიული გამოცემა. ამ გამოცემებზე ხარჯავდა საბჭო ოფიციალურ ბიუჯეტს, რომლის ლომის წილი პარტიული მდივნების ჯიბეში, სამგზავრო ბილეთებში, კლევის სახელით, მივნინებების სახელით გაიყო. ეს ეპოქა მკვდარი სულების ეპოქა, ამ სახელით რომ ვიხმაროთ გოგულის სახელი. არა მოწყვეტია. ათობით აგიტატორი ჩამოწერილი იყო პროვინციებში სამუშაოდ. ფული იღეს. და ანგარიში ვერ ჩაბარდა. სად ისვენებდნენ ეს მკვდარი სულები? პეტროგრადის ტრაქტირებში, კაფეებში, საქართველოდან ჩამოსული კოლეგების სახლებში? ამ კითხვაზე ისტორია ირიბ პასუხებს გვაძლევს. მაგრამ პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია. ეს ფული საბჭოს დაუბრუნდა. ოფიციალური მივლინების ქვითრებით. ქვითრები კი ყოველთვის სწორედ გონივრული თანხებით იყო. სადასრულებს ეს ძაფი თავის გზას? ეს ძაფი, ბეჭდვითი კონტრაქტების ლაბირინთი, პარტიული მივლინების ჯაჭვი. ეს ყველაფერი ერთ სახელთან მივა. სახელი მატვეის სკობელევი. და ეს სახელი ჩვენს ამბავში ახალ თავს ხსნის. 1917 წლის ივნისის ბოლოს ტავრიდის სასახლეში გვიან საღამოს მოვიდა ვიღაც. ვიღაც, ვის სახელს სასახლის ვიზიტორთა ჟურნალში ვერ ნახავთ. სტუმართა ჟურნალში, სადაც ყოველი ოფიციალური სტუმრის სახელი ეწერა, ამ კაცის ან ქალის სახელი არ ჩნდება. ეს ხილვადობის არარსებობა ამ ეპოქის ყველაზე გამჭოლი სიგნალია. ტავრიდში ვიზიტის ლეგენდა, ეგრეთ წოდებული ნეგატიური ვიზიტი, ნიშნავდა, რომ ამ კაცს ან ქალს ჰქონდა სიაში ყოფნის პრივილეგია. ვინ ქმნიდა ამ სიებს? ჩხეიძე. ვინ ჩამოწერდა სიაში არ ჩაიწეროს? ჩხეიძის ოფისი. ივლისამდე, 4 კვირა ადრე, ამ კაცმა სასახლის კორიდორებში ჩხეიძესთან ილაპარაკა. სუხანოვი, ჩვენი ერთგული მოწმე, იხსენებს, ნამდვილი გვარი ამ ვიზიტორისა მას სურდა ეხმარა, მაგრამ სიფრთხილემ შეაჩერა. ისინი ლაპარაკობდნენ ხმამაღლა, ჩხეიძის ოთახი გამჟღავნდა სიჩუმეში. სუხანოვმა ეს ნახვრეტოვანი ფანჯრის ჩრდილს გავს მოისმინა. ეს ახლა საჭიროა, ამ ფონდიდან ჩვეულებრივად ვინმე ვერ შეიტყოს. ჩხეიძე ის ძველ ვითელ ინდუსტრიულ სკამს ეჩდება. ხელს აწერს. ვიზიტორი გადის. სახლში ის ბრუნდება ბოლომდე კმაყოფილი, ჩვენ ვარაუდობთ. ეს ეპიზოდი, ეს ერთი ახლოდ ნახული, 1917-ის ფინანსური ბნელეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სარგია. მაგრამ ვინ იყო სკობელევი ამ ამბავში? მატვეის სკობელევი, ჩხეიძის მოადგილე, მოგვიანებით შრომის მინისტრი. ის ადამიანი იყო, ვინც ყოველდღიურ ნაკლებ სანახაობებ ტექნიკურ საქმეებს ხელმძღვანელობდა. პროფკავშირები, მუშათა ანგარიშები, სხვადასხვა კომისიები, ეს ყველაფერი სკობელევის მამულ დარბაზელობის ქვეშ ექცეოდა. ბოლშევიკებმა მას გაუჩნდათ ბრალდება, ფარული გარიგებები მრეწველებთან. ის ოჯახები, ვინც ომში ავეჯი, სამოსი, საკვები, ტრანსპორტი, ქაღალდი მიჰქონდათ ჯარისკაცების და ქარხნელების ოფლსა და სისხლს გამოხდილი რკინის ფონდიდან გადახდილ ფულად. ეს ბრალდება, ეს ცრუ დადანაშაულება, ეს პარტიული პროპაგანდა, ბოლშევიკების ალი ხელოვნური ომის ფლანგიდან. ან ჭეშმარიტება, ნახევარ ჭეშმარიტება. ეს კითხვა ჩვენ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი. ის მრეწველები, ვინც სკობელევის საქმიანი ოთახში შედიოდნენ, კარგი პერიოდი გამოდიოდნენ. ომამდე ისინი საშუალო ბიზნესმენები იყვნენ. ომის შემდეგ ბევრი მათგანი, ვინც არარსებობამდე განწმინდა ქარული ეპოქის ბოლომდე, 1917 წლის გაზაფხულის კონტრაქტებით გამდიდრდა. ეს ადამიანური სიმარტივით ნიშნავს ომისა და რევოლუციის ქარიშხალში, ყველაზე ცხელ, ყველაზე ქაოტურ ეპოქაში,
ვიღაც ადამიანებმა ქაღალდი, ბეჭდვა, მომარაგება. ეს ყველაფერი სწორ ფასებად მოიყვანეს. ახლა ჯარისკაცების ჯვრები. ეს ასპექტი, ეს ემოციური ბირთვი, რომელზეც შეიძლება ყველა სხვა ამბავი ჩანაცვლდეს. ფრონტიდან, ყინულიანი ხოლმოგორებიდან, ვოლინის ჭაობებიდან, გალიციის გოხების სიღრმიდან. ჯარისკაცები აგზავნიდნენ ფულს. ეს ჩვეულებრივი ეპიზოდები არ იყო. ეს ეპიზოდები სუხანოვის ჩვენების მიხედვით ასე გამოიყურებოდა. ნახევარ გაყინული ჯარისკაცი, ხელებში მოთავსებდა ვერცხლის ჯვარს, წმინდა გიორგის ჯვარს, სამხედრო სამსახურის უმაღლეს ჭილდოს. ამ ჯვარს ის ასაფრობდა პატარა ყუთში. 10-მა ან 20-მა სხვა ჯარისკაცთან ერთად ხელს აწერდა ქაღალდს. ეს ჩვენი ოქრო და ვერცხლი, ეს ჩვენი სისხლით ნაშოვნი ჯილდო, ეს ოჯახების სახელია. გაიყანეთ რევოლუციისთვის და ჩათვლიდა, რომ ეს ჯვარი რეალურ ცვლილებად გახდებოდა. სად წავიდა ეს ჯვრები, ამ კილოგრამობით ოქრო და ვერცხლი, ამ ადამიანური სათუთი შეწირვა, სად დასრულდა? ოფიციალური ჩვენება ამბობს, გადაადნეს, გამოიყენეს. მაგრამ ანგარიში, ბუღალტერია, ოქმი, ამ ყველაფრის არ არსებობა. ეს არ არსებობა ყველაზე ძვირია. ომში ოქრო ყოველთვის ოქროა. ომში ვერცხლი ყოველთვის ვერცხლია. ომში ადამიანები, ვინც ლითონი ყიდულობენ სახელმწიფო ორგანოებიდან, ყოველთვის კარგ ფასს ნახულობენ. კითხვა, რომელიც ჯვრების ამბავს მოყვება. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ამ ლითონის გადადნობასა და გამოყენებას ხელმძღვანელობდა? ეს ადამიანი ანონიმური, ბუნდოვანი, კომისიების კომისიაში ჩაფლული, ყოველი ეპოქის ბნელ უთხეში ბინადრობს. ჩხეიძე ამ ყველაფრის შესახებ იცოდა. ეს კითხვა ყველაზე მტკივნეული. ის ასკეტი, ის ძველ პალტოში გამოწყობილი სოციალ-დემოკრატი, ის ვინც 1926 წლის ივნისის 7-ს ლევილის მახლობლად, პარიზის გარეუბანში, სიღარიბეში, ემიგრაციაში, სიცოცხლეს ამოშხამდა. ის ვინც ბოლოს გარდაიცვალა ისე, რომ ჯიბეში კოპეიკიც კი არ ქონდა. ამ ადამიანმა გაიარა პასუხისმგებლობა ფინანსური ქაოსისთვის, ვისაც არ გაამდიდრებდა. ეს ბედისწერის ყველაზე სასტიკი ირონია. ჩხეიძე, ეს მართველი, ვინც ერთდროულად ყველა კიდური ოქროში ერია და ბოლოს ცარიელი ხელებით გავიდა, გახდა იდეალისტი, რომლის სახელი კორუფციის სახელსავით გამოიყენეს. სხვათა კი, ვინც მართლა გამდიდრდნენ, ამ ნარატივში ადვილად გაქრნენ. ეს ყველაზე ძველი ხრიკია ისტორიაში. ხმამაღლა, სახელგანთქმული ადამიანის ჯის, ჩუმად, უსახელო ადამიანები გამდიდრდებიან. ახლა კი ირაკლი წერეთელი. ეს სახელი ამ ამბავში ყველაზე ელეგანტური ადგილი იკავებს. ბრილიანტური ორატორი, ევროპული განათლება, ჩხეიძის გვერდით ყველაზე ძლიერი სახელი. სწორედ მან დაარწმუნა საბჭო, გჭირდება თავისუფლების სესხი, გჭირდება ომის გაგრძელება, გჭირდება დროებითი მთავრობის მხარდაჭერა. ეს 1917 წლის აპრილის ყველაზე ტრფიალი სიტყვა. თავისუფლების სესხი, დროებითი მთავრობა უშვებს ომის დასაფინანსებლად ობლიგაციებს. ჩხეიძე წერეთლის ჩაგონებითაც ამ სესხის ოფიციალურ მხარდამჭერად გამოდის. იზვესტია წერს, საბჭო მოუწოდებს მუშებს თავისუფლების სესხის შეძენამდე. ეს ომის ობლიგაციები. ეს ფართო მუშახალხის სახელით. ეს ის ფული, რომელიც მუშებმა გამოუგზავნეს საბჭოს მშვიდობის სახელით. ახლა კი ომს ანიჭებს. ბრაგინის საქმე, ბოლშევიკური პრესა, პრავდა. ყველა ის ძაფი ერთ მიმართულებაში მიდის. მუშათა ფული, რკინის ფონდის ოქრო, ჯარისკაცების ვერცხლის ჯვრები, გაიყო. ვინ სად, რამდენი? ამ კითხვებს 10 წლეულის შემდეგ ჩვენ ვსვამთ. ვინ მართლა გამდიდრდა 1917 წელს პეტროგრადის საბჭოს ქაოსში? და ვინ ამ ყველაფრის ბოლოს სიღარიბეში მოგდა? პასუხი ყველაზე გასაოცარი. ორი ამ კითხვის გადაკვეთაშია. ეს ჩვენი შემდეგი თავის ბირთვი. ბოლო მინახვარს ვათვალიერებდი იმ ბნელ დილას, ამბობს კაცი, ვის ხელები კვლავ ოდნავ კანკალებს. ჩხეიძე კუთხეში იჯდა, მარჯვენა ხელი სახეზე ედო, მარცხენა ხელნაწერ ქაღალდებზე. ის ჭრიდა ბიუჯეტს, ვისაც ვეღარ იმეხსიერებდა,
ჭრიდა ფულს, ვისი ოდენობა ვეღარ იცოდა. ის ჭრიდა და ყოველ ჭრასთან ერთად ვიღაც გარეცვებდა. ეს ყველაფერი ვნახე, ყველაფერი ვიცი. 60 წელია ამაზე ვჩუმობ. ეს ადამიანი ერთ-ერთი ბოლო გადარჩენილი, ვინც ტავრიდის სასახლის ეკონომიური კომისიაში ოდესღაც მუშაობდა, ახლა 10 წლეულის შემდეგ პირველად ლაპარაკობს. ის რა, ჩვენ ვიცით ვინ იყო ჩხეიძე, მაგრამ ის, რაც ამ ადამიანმა პირადად ნახა ტავრიდის დარბაზებში, იმის ჩვენება, ეს ოფიციალურ ისტორიაში არასოდეს მოხვედრილა. ნიკოლოზ ჩხეიძე ამ სახელს 1900 წლიდან 1926 წლამდე ასე ვრცელი ლეგენდა მოყვება. ის დაიბადა 1864 წელს ქუთაისის გუბერნიაში, მდიდარ სათავადო ოჯახში. ეს ფაქტი, ის რომ ის სათავადო ოჯახის შვილია, ხშირად დავიწყდება, ვინც ჩხეიძეს ხალხის კაცად ხატავს. ახალგაზრდობაში ის სოციალ-დემოკრატი გახდა, ბათუმში მუშათა წრეებში ლაპარაკობდა, სიბნელეში ოკნას ეძებდა. ის კაცი, ვინც სახელმწიფო სათათბიროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სოციალ-დემოკრატიულ ხმად გადაიქცა. ის გახდა ლეგენდა, ამ სიტყვის ყველა გაგებით. პლატფორმაზე ჭექდა, სიტყვაში ცეცხლოვნებდა, ხალხი ამ ხმაზე იღრებოდა. მაგრამ ამ სიტყვების მიღმა, ამ სახელის კვლევისას, ვინ ჩნება? ჩხეიძე. ადამიანი, ვინც სიტყვებით ცხოვრობდა, ხოლო ყოველდღიური რიცხვების სამყაროში ვერ ერკვევოდა. ასეთი ადამიანი ნებისმიერ დიდ ორგანიზაციაში ბუნებრივ ვაკუუმს ქმნის. ვაკუუმი კი ბუნება ისე ავსებს, ვითომ ბუნებრივად ის ადამიანებით, ვინც ამ სივრცეს საკუთარი ინტერესებისათვის ეღრნობა. ეს ვაკუუმი ჩხეიძის ირგვლივ 1900 წლის მარტიდანვე შექმნა. ბუღალტერი, არა. ოდიტი, არა. კონტრაქტების სამინისტრო, არა. ჩხეიძე, ის ასკეტი, ის ძველ პალტოში, ამ ყველაფრის გარეშე გამოირბოდა. ჩვენს მომსაუბრეს, ამ კაცს, ვის სახელს ჩვენ ვიცავთ, ახსოვს ერთი კონკრეტული ეპიზოდი. 1919 წლის მაისი. ტავრიდის სასახლის ოდნავ ჩაბნელებული ოთახი. ფანჯრის ხის ჩარჩო. გარეთ ბარდი ზოგჯერ ჩახმახობდა. კვამლი ატყდებოდა, ქარი ქაფობდა. ოთახში, ამ კვამლის სახში, ჩხეიძე მაგიდასთან, ხელის სახეზე. ის ჩვეულებრივი ხელნაწერი ბიუჯეტი, ათობით ფასდადებული ქაღალდი, ათობით სახელი, ათობით ოდენობა. ჩხეიძე ერთ-ერთ ქაღალდს ხელს აწერდა. ჩვენი მომსაუბრე, ოთახში ახლო მდგომი, ყურადღებით კითხულობდა. ეს ოდენობა, ეს სახელი, ეს ვინ არის? ჩხეიძემ თვალი ააშვა, ერთი წამი ჩაფიქრდა. ამ კომისიის მოამბე, კარგია, გადადი. ის ადამიანი, ვის სახელი ჩხეიძემ კომისიის მოამბედ გადაათქვა, ამ ქაღალდის ხელმოწერიდან 3 კვირის შემდეგ პეტროგრადის ბაზარზე ახალ ეკიპაჟში გამოჩნდა. ეკიპაჟი გამათბობელ ბეჭდით ჰქონდა. ომის ეპოქაში ეს სიმდიდრის ნიშანი იყო. ჩვენი მომსაუბრე ოდნავ ჩუმდება. ჩუმობა კი ამ ტიპის ამბავში ყველაზე მეტყველია. შემდეგ ნელა. ჩხეიძე ვერ ხედავდა. ის ბუნებრივია ვერ ხედავდა. ის ყოველ ჯერზე ეძებდა ხალხს, სიტყვებს, სხდომებს, კამათებს. ოდენობები კი სხვებისთვის ეტოვებინა. ეს მისი ძლიერება იყო ოდესღაც. ეს 1900 წელს მისი სიმოკლეც გახდა. ეს სიტყვები ამ ბევრი კაცის ბაგიდან 10 წლეულის შემდეგ ყველაზე სუსტი განმარტებაა. ჩხეიძე ვერ ხედავდა, არა სიბოროტის, არამედ სიბრმავის გამო. ის სიბრმავე, ვინც ამ კაცს დაეყრდნო, ოქრო გახდა სხვებისათვის. ახლა კი კითხვა, ვინც ამ ამბავს ყველაზე ადეკვატურ ჩარჩოში ჩააყენებს. თუ ჩხეიძე ასე ვერ ხედავდა, ვინ ხედავდა? ვინ იდგა ამ ვაკუუმის გვერდით, ყოველ ჯერზე, ყოველ სხდომაზე, ყოველ ხელმოწერასთან? ეს კითხვა ამ ამბის ყველაზე ბნელ კუთხეში გვახლებს. 1900 წლის ივნისი, პეტროგრადის საფხული ამ ეპოქაში გახდა ყველაზე ცხელი, ყველაზე ამომფრქვევი, ყველაზე გამათბობელი. ჩხეიძე ტავრიდის სასახლის ოთახებში ამ ეპოქაში ნელ-ნელა იცვლება. ეს ცვლილება, ის ადამიანები, ვინც ახლო იდგნენ, ხედავდნენ. მის ჩვეულ ბრწყინვალებას, ამ ელვისებურ, ცეცხლოვან ორატორს, ახლა ოდნავ სიწყნარე ჩამოეკიდა. ოდნავ. ყოველი სხდომის შემდეგ ის ოთახში ბრუნდებოდა, ცარიელ ოთახში, სადაც ფანჯარა ჩაკეტილი იყო. ის ახლა ბეჭდვით ქაღალდებს ახარისხებდა, ხელით, მაგიდაზე, ნელ-ნელა. ეს ახალი ჩხეიძე.
ეს ჩხეიძე, ვინც ეჭვს ვეღარ ებრძოდა. ივლისის კრიზისი, 1900 წლის ივლისი. ბოლშევიკები ქუჩებში, ხალხი ენერგიული, ხმამაღალი, ქვებით. ჩხეიძეს ამ კრიზისის დღეებში საბჭოს ფინანსური ანგარიშების მიხედვით ერთი ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მოუწია. ბოლშევიკებს გერმანულ ფულში ადანაშაულებდნენ. ლენინი გერმანიის ჯაშუშია, ნემეცკი შპიონ. ეს ხმა ძლიერდებოდა. ჩხეიძემ გარშემომყოფი მენშევიკური ხელმძღვანელობის ზეწოლით საბჭოს ფონდებიდან ფული გამოიყო ბოლშევიკების საწინააღმდეგო პროპაგანდაზე, ფრონტის კომისრების გამოგზავნაზე, ოპოზიციური პრესის მხარდასაჭერად. ეს ის ნივთი, ვინც ბოლშევიკებმა მუშათა ფულის ქურდობად დაარქვეს. ეს ფული, ის ფული, რომელიც ყინულიანი ჭაობიდან ჯარისკაცებმა გაატანეს მშვიდობის სახელით, ახლა ოდიოზური, ომიანი, ბოლშევიკებს საწინააღმდეგო ბრძოლის სახელით გამოიყო. ეს ყველაზე დიდი ობიექტური პრობლემა. ჩხეიძე ამას პოლიტიკურ საჭიროებად ხედავდა. მუშებიკი, ვინც ეს ფული გამოიყვანეს, ამ საჭიროებაზე თანხმობა ვინმე სთხოვია? არა. ამ დღეებში ჩხეიძე პირველად ავად გახდა. ეს ფაქტი ნაკლებად ცნობილი. სასახლეში ექიმი მოიყვანეს, მოქმედება ჩუმად, ყველაფერი ოფიციალური ჩანაწერებიდან გამორჩა. ის სასახლეს ვერ ტოვებდა 2 სამ დღეში. ექიმი ვინ? ამ კითხვას ჩვენი დოსიე პასუხს ვერ გვაძლევს პირდაპირ, მაგრამ ირიბად ეს ექიმი სასახლის შიდა სამედიცინო წრის ნაწილი იყო, ვინც ყველა სხდომის ჩვენებას ფარდება ჰქონდა. სხეული ამ სიმძიმეს ვეღარ ეწეოდა. ეს ეპიზოდი ჩხეიძის ჯანმრთელობის დასუსტება ივლის-აგვისტოში. ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კომენტირებული ფაქტია. ის სისუსტე, ის ფიზიკური გაფიტვა, ის ალბათ ნიშნავდა ამ ერთი კაცის გახსნილ გულში ეს ეპოქა, ყველაფრის სიმძიმე, ხორცსა და ციკეტება. ის ძალიან სწრაფად ბერდებოდა. გვიყვება ჩვენი მეორე მომსაუბრე, ყოფილი სასახლის კანცელარიის მუშაკი. ივნისსა და სექტემბერს შორის ეს ადამიანი 10 წლით გადაბერდა. ის, ვინც გაზაფხულზე კარამდე გარბოდა გახარებული, სექტემბრამდე ნელა, ძლივს დადიოდა. ზოგჯერ სხდომის შემდეგ ჯდებოდა კუთხეში. ხმა ჩაესმოდა. ვიმეორებ, ხმა ჩაესმოდა. ამ ეპოქის სიმძიმე ასე ჩამოდის, ასე. ეს ჩვენება ემოციური, ნიუანსებით სავსე, სხვა სიტყვებით ამბობს იმას, რაც ისტორიულ ანალიზს ვერ გადმოსცემს. ადამიანი ამ ყველაფრის ქვეშ ყოფჩოდებოდა. ჩხეიძე, ის ასკეტი, ის ძველ პალტოში, ყოველ სხდომაზე 2 სამყაროს შორის ეგდება. ერთ მხარეს მუშები, ვინც ენდობოდნენ, ვინც ფულს გაუგზავნიდნენ, ვინც ჩვრებს გაატანდნენ. მეორე მხარეს პარტიული ლოგიკა, ომის გამოწვევა, ბოლშევიკების ქარიშხალი, ირაკლი წერეთლის ინტელექტუალური ზეწოლა. ამ 2 სამყაროს შორის ჩხეიძე ყოველ ჯერზე ოდნავ მცდარ გადაწყვეტილებას იღებდა. ოდნავ, მაგრამ ოდნავი ჯამდება. აქ ამ ეტაპზე ჩვენ ხვდებით ყველაზე გასაოცარ ფაქტს. ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის ქვეშ ყოფდებოდა, ჩხეიძე, ბოლოს სექტემბრის 9-ს სახელობრივად, ოფიციალურად გადადგა. ბოლშევიკებმა საბჭოში უმრავლესობა მოიპოვეს. ჩხეიძე მის გვერდით მყოფ მენშევიკურ პრეზიდიუმთან ერთად ტოვებდა. ის სახელი, ვინც ეპოქა ჩამოაყალიბა, ახლა ოთახიდან გადიოდა. ჩუმად, ყოველგვარი გამარჯვების სიგნალის გარეშე. ამ სექტემბრის 9-მდე ბოლო ოდენობა. ყველა ჩვენება, ყველა მემუარი ერთსა და იმავეს ამბობს. საბჭოს სალარო პრაქტიკულად ცარიელი იყო. რკინის ფონდი ცარიელი. ის ოქრო, ის ვერცხლი, ის ჯვრები, ის 10,000 მუშის ხელფასის ნაწილი. სად? ინფლაცია, ბიუროკრატია. ეს ახსნები ნაწილობრივ ჭეშმარიტია, მაგრამ ნაწილობრივ. ნაწილს კი ამ ნაწილს ჩვენ დამატებითი ახსნა სჭირდება. ეს კითხვა, სად გაჩინა ეს ოდენობები, ყველაზე მარტივი სახით ჟღერს. მაგრამ ეს სიმარტივე ყველაზე ღრმა სიღრმეზეა. ვინ ივიდა ამ ფულით? ეს ჩვენი შემდეგი გასაღები. 1900 წლის ოქტომბერი. ტროცკი, ახლა ის ტავრიდის სასახლის ახალი მმართველია. ჩხეიძე, გათავისუფლებული. ის ახლა რუსეთის ჩრდილ-დასავლეთ კუთხის ცივ ქარს ეფარება. მეტაფორულად. სინამდვილეში ის გადადის. ამ გადასვლაში, ამ ეპოქის ყველაზე ემოციურ გადაბრუნებაში ჩხეიძე ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა ჩრდილი მისდევს.
1900 წლის ოქტომბერის შემდეგ ამ კაცის გზა ასე. ჯერ კავკასია. 1900 წლიდან 1921 წლამდე ჩხეიძე სომხეთ საქართველოს საზღვარზე, ახალ დემოკრატიულ საქართველოში, ამ ახალი ეპოქის ახალ სახელმწიფო ადგილას. 1900 წლიდან 1921 წლამდე ის საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეა. ის ისევ ლაპარაკობს, ისევ ბრწყინავს. ეს ბოლო ბზინვა. 1921 წელს საბჭოთა ჯარი კავკასიაში შედის. მენშევიკური საქართველო ის ხმელდება. ჩხეიძე ემიგრაციაში მიდის. საფრანგეთი, ლევილი, პარიზის გარეუბანი. ლევილი 1924-დან 1926 წლამდე. ამ ქალაქის ერთ-ერთ იაპ კვარტალში, ერთ-ერთ ვიწრო მნელ სახლში, ნიკოლოზ ჩხეიძე. ის ძველ, გაცვეთილ პალტოში, ახლა ევროპის ქუჩებში. ეს პალტო, ეს ურყევი, ამ კაცის ერთი სიმბოლო, ახლა პარიზის ნამდვილ, ყინვიან ზამთარს ებრძვის. ის, ვინც პეტროგრადში მილიონების ხელმომწერი იყო, ახლა ჯიბეში კოპეიკა არ ქონია. ეს ფაქტი, ეს ერთი კონკრეტული, ისტორიულად დადასტურებული ფაქტი, ამ ამბის ყველაზე სასტიკ ეპილოგია. ჩხეიძე, ის ადამიანი, ვის ხელმოწერით ათობით მილიონი გადიოდა, ვის სახელზე რკინის ფონდი დაიარსა, ვის ეპოქაში ბევრი სხვა გამდიდრდა, ბოლოს სიღარიბეში იყო, სრულ არარობის ზღვარზე. ფული, ვისაც ის ახლა მოიხმარდა, არ ქონდა. ამ სიღარიბეში ეს ეტაპი ყველაზე ძნელი გასაგებია, ყველაზე ემოციურია. ჩხეიძე კი არ ეძებდა ფულს, არ ეძებდა შედარებისთვის, ის ეძებდა მნიშვნელობას. ემიგრანტული სოციალ-დემოკრატიული წრეები პარიზში ახლა ნახევარ გაქრობილი, ნახევარ დახლეჩილი სამყარო გახდა. ჩხეიძე ამ სამყაროში, ამ მოკვდავ ეპოქაში ისე გამოჩნდა ვით ჩამჩქეფებული ბუხრის ნამი. ის ახლა სხდომებზე ლაპარაკობდა პარიზის ვიწრო ოთახებში 10-15 ადამიანთან, ოდესღაც 1000-თან ნალაპარაკები ხმით. ამ ხმამ, ამ ეპოქის ყველაზე ძლიერ ხმამ, ახლა მიმღები ვეღარ ყავდა. ჩვენი მესამე მომსაუბრე, ის ვინც ამ ემიგრანტულ წრეებში ბოლო წლებში ჩხეიძეს ხვდებოდა, ამბობს. ის ახლა ლაპარაკობდა ძველ ამბებზე, 1900 წლის 17-ზე, ამ ყველაფერზე. მაგრამ ის ვინც ახლა ლაპარაკობდა, ვეღარ ხვდებოდი, სიხარულს ეძებდა თუ ბოდიშს იხდიდა. ის ბოდიშის სახე, ვისი ბოდიში ვინმეს ვეღარ ესმოდა. 1926 წლის ივნისის 7, ლევილი. ეს ბოლო ეპიზოდი, ის ვისი ხსენებაც ამ ამბავში ყველაზე ემოციური, ამ ეპოქის ბოლო გვერდია. ჩხეიძე, სიხარიბეში, სიმოკლეში, ამ დღეს, ამ ადგილას, სიცოცხლე დაასრულა. ის ნებაყოფლობით, ამ ჩვენს ოდნავ ეფემიზებულ, გავიდა სიტყვის ქვეშ, ამ ფაქტი, ეს ფაქტი, ამ ამბის ყველაზე ტრაგიკული ნაწილია. ადამიანი, ვინც ყველაზე ბევრ ხელმოწერას ატარებდა, ყველაზე დიდ ბიუჯეტს განკარგავდა, ბოლოს ყველაზე ცარიელი ადამიანი გამოდის. ეს ძალაუფლების ფასი, ყველაზე გადაუკვეთელ, ყველაზე სასტიკ ჰუმანურ გამოხატულებაში. მაგრამ ვინ გამდიდრდა? ამ კითხვაზე, ამ ამბის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თავის შემდეგ, ახლა პასუხი ბევრად უფრო კარგად ჩანს. ჩხეიძე? არა. წერეთელი? არა. ისინი, ვინც ემიგრაციაში სიღარიბეში გარდაიცვალნენ. მაგრამ ის ქაღალდის შუამავლები, ვინც კონტრაქტებს ნაცნობობით იღებდნენ. ის სამხედრო მიმწოდებლები, ვინც ომის ეპოქაში სწორ ფასებზე ყიდნენ. ის ორგანიზატორები, ვინც მივლინების ფულს ჯიბეში ჩადებდნენ და პეტროგრადის ტრაქტირებში ხარჯავდნენ. ის ბიოგრაფიები, ის სახელები. ახლა კი ისინი ამ ისტორიაში ნამდვილი, ანონიმური, გამარჯვებული ფიგურებია. ეს ყველა ეპოქის ყველაზე ძველი პარადოქსი. ნათელ, სახელგანთქმულ ფიგურებს ისტორია ადებს ბრალს. ჩუმად, ანონიმურად, ბნელ კუთხეებში ახდება ნამდვილი სიმდიდრე. ეს პარადოქსი 1900 წლის ამ ამბიდან ვის ეახლება ახლა? ვის ოჯახებში, ვის კაბინეტებში, ვის ისტორიებში? ის ფული, ის ჯვრების ოქრო, ის რკინის ფონდი ბოლომდე ჩაიდინა. ეს კითხვა
ამ ეპოქის ყველაზე ბნელ კუთხეში ახლაც ღიაა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის. ყოველი კონტრაქტი, ყოველი გადახდა, ყოველი სახელი, ვინც ტავრიდის სასახლის ბნელ კულუარებში ჩხეიძეს ეახლებოდა. თქვენ ხართ ის ნაკლებად შესამჩნევი ადამიანი. არც ჩხეიძე, არც წერეთელი, არც სკობელევი. ის, ვინც კომისიების კომისიაში ჩუმად ზის, ოქმებს წერს, ასლებს ამზადებს, ხელს აწერს. თქვენ ხართ ის კაცი, ვინც ყოველ ჯერზე ხედავდა, ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, ვინ იღებდა ფულს, ვინ ანგარიშს არბარდა. ახლა წარმოიდგინეთ, 1900 წლის სექტემბრამდე, ამ ყველაფრის ნახვის, ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგ, თქვენ გჭირდებათ არჩევანი. ლოიალობა ვისადმი, სიმართლე ვისთვის. ამ ადამიანებმა, ამ ყველაფრის მნახველებმა 1900 წლის სექტემბერში ეს არჩევანი გააკეთეს. ყველამ სხვადასხვაგვარად, ყველამ ჩუმად. 1900 წლის აგვისტო, ყველაზე ცხელი, ყველაზე ამომფრქვევი თვე. კორნილოვის ამბოხება, ეს სახელი, ამ ეპოქის ყველაზე ფეთქებადი ელემენტი ახალ გეომეტრიას ქმნის. ლავრ კორნილოვი, მთავარსარდალი, მიდის პეტროგრადისკენ ჯარებით. ჩხეიძე ამ კრიზისში, ამ ქარიშხლის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ სწორ მხარეს ადგება. ბოლშევიკებიც კი, ის ადამიანები, ვინც სამკვირაში ჩხეიძეს შეცვლიდნენ, ამ მომენტში ერთად, ერთ ფრონტზე დგანან. კორნილოვს ერთობლივად ებრძვიან. ეს კოალიცია, ეს ერთი თვის, ერთი კრიზისის ერთობა ისეთ სახალხო ძალაუფლებას გვეჩვენება, სადაც ყველა განსხვავება დროებით გაქრა. მაგრამ გაქრა? გაქრა ის ფაქტი, რომ ჩხეიძე ამ კრიზისში, ამ ერთობის ეტიკეტის ქვეშ კვლავ ხარჯავდა. საბჭოს ფონდებიდან კორნილოვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით კვლავ ხდება გადასახდელები. ეს გადასახდელები ვის მიდის, ვის ჯიბეში? ამ შეკითხვის პასუხი, ამ მომენტის ოქმები, ნახევრად არ არსებულია. არ არსებული ოქმები, კი, ყოველთვის ყველაზე ინფორმაციული. მაგრამ ახლა ის ჯგუფი, ვინც ყველაფერი იცოდა. ამ ეპოქის ფინანსური ბნელეთის ყველაზე საინტერესო ელემენტი. 10-ოდე ადამიანი, ბუღალტრები, კანცელარიის ოფიცრები, კომისიების მდივნები, ვინც ტავრიდის ყოველ კუთხეში ყოფდებოდა. ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ. ისინი ცხადია ლაპარაკობდნენ. ამ ლაპარაკში, ამ ჩუმხმებში ეს ყველაფერი, ეს ათობით არარსებული ბუღალტრული ჩანაწერი ცოცხლობდა. ყოველ მათგანს ჰქონდა ნაჭერი, ერთი ფაქტი, ერთი სახელი, ერთი ოდენობა, ერთი კონტრაქტი. ეს ადამიანები, ამ ინსაიდერების ჯგუფი, ყველამ ჩუმი არჩევანი გააკეთა. ვინც ლაპარაკობდა, ბოლო ჟამამდე ჩუმობ. ვინც ჩუმდებოდა, სწორედ ამ სიჩუმით გადარჩი. სუხანოვი, ეს ჩვენი ნამდვილი, ეყრდნობა ეს ამბავი ასე. ვინც ამ ფინანსურ ქაოსზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, იქ, ტავრიდის კულუარებში, ის ადამიანი ან გადააყენეს კომისიიდან, ან შეიყვანეს სხვა, ნაკლები ინფორმაციულ ოთახში. ეს ოთახების ცვლა, ეს ეპოქის ყველაზე ელეგანტური ჩახშობის მეთოდი. პირდაპირი ძალდატანება? არა. მხოლოდ შენ ახლა სხვა კომისიაში გჭირდება. ამ სხვა კომისიაში კი ქაღალდის ნაკადები ვეღარ ჩანს. ატმოსფერო ტავრიდის სასახლეში ამ პერიოდში ამ ყველაფრის ჯამი ასე გამოიხატება. პარანოია. ეს სიტყვა ოდნავ ძლიერი ჩანს, მაგრამ ზუსტი. ჩხეიძე, ვინც ჯერ კიდევ პლატფორმაზე ბრწყინავდა, ოთახში ბრუნდებოდა და ოთახში ყველა ნაცნობ სახეში, ახლა ვინ ამ ჯგუფიდანაა, კითხვა ინახება. ვინ ლაპარაკობს? ვინ ატანს ინფორმაციას ბოლშევიკებამდე? ვინ ჩვენია, ვინ მათია? ეს ეჭვები, მისი ფიზიოლოგია, მისი ღამის ძილი, ეს ეჭვი, მისი სხდომის ყოველი წამი, ეს ეჭვი, წლებია მეჭვში, ეს სახე, ეს ბგერა, ეს სხეული, სუსტდება. მაგრამ ვის ქონდა მიზეზი, ყველაზე ბევრი, რომ ჩხეიძის ვერ ნახვა გაეგრძელებინა? ეს კითხვა ახლა ისტორიის ყველაზე ბნელ კუთხეში გვახლებს და ამ კუთხეში ჩვენ ახლა ვდგებით. ახლა ის, რაც ოფიციალურ ისტორიაში ვერ შევა. ის, რაც არქივების 10-მდე გვერდია, ოდესღაც არსებობდა, ახლა კი არ არსებობა. 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ ბოლშევიკებმა ტავრიდის სასახლის ფინანსური დოკუმენტების ნაწილი, ეს ნაწილი ისტორიკოსები ამბობენ, სუმცირე 25-35 ტომია, სრულ კლასიფიკაციაში ჩააყარეს. ზოგი უბრალოდ გაქრა, ზოგი სასამართლო მასალებში გადავიდა.
სადაც ახალი ხელისუფლება ბურჟუაზიულ მენშევიკური კლიკის საქმეებს ამზადებდა. ეს საქმეები, ეს ოდიოზური, ხელოვნური, სტალინისტური პროტოკოლები ათობით ტომი გახდა. ამ ტომებში კი ნამდვილი ფინანსური ოქმები, ნამდვილი კონტრაქტების ასლები, ნამდვილი სახელები დამამტკიცებელ მასალად გამოიყენეს და ამასთანავე ეს მასალა ხელმიუწვდომელი გახდა ნებისმიერი სხვა კვლევისთვის. ეს ყველაზე ელეგანტური ისტორიული პარადოქსი. ის დოკუმენტები, ვინც ჭეშმარიტ ისტორიას შეიცავდნენ, გამოიყენეს ყალბი ისტორიის ასაშენებლად და ამ გამოყენებით ჭეშმარიტება ორჯერ დაიმარხა. ის 25-35 ტომი. რა ეწერა მათში? ამ კითხვაზე ბოლო 10 წლეულების ისტორიული კვლევა ირიბ პასუხებს გვაძლევს. პირველი, ქაღალდის შესყიდვის კონტრაქტებს. ეს კონტრაქტები ომის ეპოქის სპეკულაციური ფასებით ყველაზე მეტ ინფორმაციას შეიცავდნენ. ვისთვის, რამდენად, ვის ჯიბეში. მეორე, იზვესტიასა და რაბოჩაია გაზეტას ბეჭდვის ხარჯების ანგარიშებს. ეს ანგარიშები ბუღალტრული სიზუსტით ნათელს მოხფენდა სად არის სხვაობა ოფიციალური ხარჯი და ნამდვილი ხარჯის შორის. მესამე, რკინის ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების ჟურნალს. ის ჟურნალი, ის ოქმი, სადაც ჩაიწერებოდა ყოველი ჯარისკაცის, ყოველი მუშის, ყოველი ოქროს ჯვრის შემოსვლა, ახლა ამ ტომებში კლასიფიცირებულია. ეს კლასიფიკაცია, ის, ვინც ამ ტომებს ამოიღო, ვინ? ეს კითხვა ახლა სხვა კუთხეში გვახლებს. ფიზიოლოგია, ახლა ამ ამბის ყველაზე ემოციური ნაწილი. ჩხეიძე 1900 წლის განმავლობაში, ამ 7 თვის განმავლობაში, თებერვლიდან სექტემბრამდე, ფიზიკურად ისეთი ცვლილება განიცადა, ვინც ყოველ ახლო მნახველს ეტყოდა, ეს ადამიანი 100 წლით ბერდება. ეს 100 წელი, მეტაფორა, მაგრამ ფიზიკური სიზუსტე ამ მეტაფორაში ნამდვილია. გაზაფხულზე, მარტ-აპრილში, ჩხეიძე, ენერგიული, ხმამაღალი, ენით სწრაფი. ის ნახტომავდა პლატფორმაზე. ის ხელს ასწევდა, ამ მოძრაობით ვინც ოთახში არც ერთ ხელს ვერ ადარებ. ის ფსინავდა. ამ ადამიანის სხეული, მჭლე, მაგრამ ძლიერი, ნაბიჯი, სწრაფი, ხმა, ჟღივილი. ეს მარტი. ივლისი, ეს იგივე კაცი. ნაბიჯი ოდნავ მძიმდება, ხმა ოდნავ ბრტყელდება, ხელები ოდნავ, ახლა ლაპარაკის გარეშე ნაკლებ ხელს ასწევენ. სახე, ის ოქტომბრამდე ნაცრის ბრდება, ოდნავ, მაგრამ ოდნავი, ვინც ყოველს ხდომაზე ხედავდა, ეს ოდნავი ხმამაღლად ლაპარაკობდა. სექტემბერი, ის ნახტომი, გაქრა, ის ფსინავა, ჩაცხრა. ის ვინც კარამდე გარბოდა, ახლა ნელა, ოდნავ სიძნელით ადგება. ის ეცებს სკამს, ის ეკრთნობა კარს. ეს სხეული, ამ ეპოქის ტვირთი, ჩამოიძირება. ეს ცვლილება, ეს ფიზიოლოგიური ცვლილება, ყველაზე ჩუმი, ყველაზე ფარული ამბავია ამ ეპოქაში. ექიმი, ის ჩუმი ვიზიტი, ივლის-აგვისტოში, ამ სხეულს ვრქვევდა. დიაგნოზი, ოფიციალური ჩანაწერი, არ არსებობა. ეს არ არსებობა კი, კვლავ ყველაზე ინფორმაციულია. ახლა, ოქმის ის ნაწილი, ვინც ყველაზე ბნელია. 1900 წლის ზაფხულ შემოდგომაზე, ტავრიდის ფინანსური კომისიის ოქმებში, ერთი ჩანაწერი. ეს ჩანაწერი, ისტორიკოსებმა, 21 საუკუნის გახსნილ არქივებში, ირიბი კვალით იპოვეს. ასე ჟღერს. ბ.სს სახელზე 2D-FB. ოდგა, 17-7. ეს კოდი, ეს ერთი ოდენობა, ერთი ინიციალი. ვინ? ბ.ს. სკუბელევი, სხვა. ამ კოდს, ამ ოქმს, ოფიციალური განმარტება არ არსებობა. მაგრამ ეს ირიბი კვალი, ეს ისტორიკოსების ვარაუდი, არ არსებული განმარტება გვიჩვენებს ერთ ნივთს. ტავრიდის ფინანსური ოქმები კუდებში საუბრობდნენ. ეს კუდები ყოველ ჯერზე ოფიციალური ჩანაწერის მიღმა რეალური ოდენობებს ფარავდნენ. ასეთი კოდი ომის ეპოქაში, ბეჭდვით კომისიაში, ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში ყოველთვის ნიშნავდა ერთსა და იმავეს. სახელი, ვისი ჩვენება ოფიციალური ჩანაწერებიდან უნდა გამოიჩრეს.
ახლა ვიხსენოთ სუხანოვის ერთი ფრაზა რევოლუციის ჩანაწერებიდან. ბევრი ჩვენგანი ხვდებოდა, რომ ეს ფული სულ ვიწრო ადამიანთა ჯგუფს ხვდება, მაგრამ ვის ეცალა? ეს ეპოქა ასეთი იყო. ყველა ჩქარობდა ისტორიას, ისტორია კი ჩქარობდა ყველას. ეს ფრაზა ამ ეპოქის ყველაზე ზუსტი სარკე. ვის ეცალა? ამ 4 სიტყვის ქვეშ ამ ეპოქის ყველაზე ძვირი პასუხია. ვის ეცალა? ჩხეიძეს, არ ეცალა, წერეთელს, ომი ეჭირა, სკობელევს. ვის ეცალა? შეიძლება სხვაგვარად ითარგმნოს. ვის ინტერესი ქმნიდა სიჩქარეს? ამ კითხვაზე ჩვენი შემდეგი, ბოლო, ყველაზე ბნელი და ყველაზე ნათელი გასაღები პასუხობს. მთავარი კითხვა ასეთია: ვინ გამდიდრდა? ვის ხელში ბოლოს ყველაფრის შემდეგ დაგროვდა ის ფული, რომელიც ჯარისკაცების ჯვრებიდან, ხელფასის ნაწილებიდან და რკინის ფონდის ოქროდან გაჩნდა? 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ ბოლშევიკები, ხელისუფლება, ჩხეიძე, წასული, სკობელევი, ახლა სხვა კაცია. ის, ვინც 1900 წელს მენშევიკი იყო, 1923 წელს უკვე ბოლშევიკია. ეს გადასვლა ამ ეპოქაში ბევრი სხვისთვის სიკვდილს ნიშნავდა. სკობელევისთვის სიცოცხლე გაგრძელდა ბოლო ჟამამდე, 1928 წლამდე. სტალინის რეპრესიებმა ის ბოლოს წაიყვანეს. მაგრამ ამ ბოლო ჟამამდე 20 წელი სკობელევი ბოლშევიკური ხელისუფლების კომისიებში ჩანს, ნახევარჩრდილოვანი ბიოგრაფიით, ეკონომიკური კომისიების ირგვლივ. ეს ბიოგრაფია, ეს გადასვლა ამ ეპოქის ყველაზე გამჭვირვალე მაგალითია. ვინც ორ სამყაროს შორის სიარული იცოდა, ვინც ერთ ეპოქაში ერთ ფულთან ახლოს იდგა, მეორე ეპოქაში მეორეს. ეს ადამიანი ყველაზე გამძლე გამოდის. მაგრამ სკობელევი ეს მხოლოდ ერთი სახელია. ამ ამბის ნამდვილი კითხვა, ვის აძლევდა ეს სარგებელს? ის ბიზნეს ჯგუფები, ვინც ომამდე საშუალო მეწარმეები იყვნენ, 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ კი სხვა კატეგორიაში გადავიდნენ. ეს ჯგუფები, ეს სახელები, ისინი ისტორიის ოფიციალურ გვერდებზე ვერ ჩნდებიან. ისინი ბოლშევიკ, მენშევიკ, ესერის ნარატივის მიღმა ცხოვრობდნენ. ისინი პოლიტიკა არ იყვნენ, ისინი ბაზარი იყვნენ. და ბაზარი ყოველ ეპოქაში ყოველესი ადაპტაციური სიცოცხლის ფორმაა. ქაღალდის შუამავლები, ის ადამიანები, ვინც იზვესტიასთვის ქაღალდს ყიდნენ ომის ეპოქის სპეციალური ფასებით, 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ ადვილად ადაპტირდნენ. ბოლშევიკური პრესა, პრავდა, იზვესტია ახალი ფორმატით, კვლავ ქაღალდს საჭიროებდა, კვლავ სტამბებს, კვლავ სანდო მომწოდებლებს. და ვინ სანდო იყო? ვინც ადრეც სანდო იყო? ეს სანდოობა, ეს ერთი სიტყვა ოდენობებში ითარგმნება. სამხედრო მომარაგება, ეს მეორე ძაფი. ომი 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაჩერებულა. ბოლშევიკების სამშვიდობო დეკრეტი, ის რამაც ბრესტ-ლიტოვსკი მოიყვანა. ეს 1900 წლის ბოლოს, 1900 წლის 4-ს. ამ 4 თვეში, ამ გარდამავალ ეპოქაში სამხედრო მომარაგების ჯაჭვი, ვინც ტავრიდის რკინის ფონდით ომს ამარაგებდა, ახლა ახალ ხელისუფლებასთან ახალი ენით საუბრობდა. ენა კი კომერციული ენა, ყოველ ეპოქაში ერთი და იგივეა. ეს ადაპტაცია, ეს ეკონომიური გადასვლა, ყველაზე ჩუმი, ყველაზე ოდნავ შესამჩნევი პროცესია. ის არ ხდება ერთხამეში. ის ხდება თანდათან, ყოველი ახალი კონტრაქტით, ყოველი ახალი სანდოობის დამტკიცებით, ყოველი ახალი ხელის ჩამორთმევით, ახალ ნებისმიერ ხელისუფლებასთან. რჩება ბოლო, ყველაზე ემოციური ნაწილი, რკინის ფონდის ოქრო, ჯარისკაცების ჯვრები. ის ვერცხლი, ის ოქრო, ის ადამიანური სათუთი შეწირვა ყინვიანი ფრონტიდან საცრულდება. ოფიციალური ჩვენება გადაათნეს, სახელმწიფო ბანკში ჩააბარეს. სახელმწიფო ბანკი 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ ბოლშევიკების კონტროლქვეშ. ის ოქრო, ის ვერცხლი, ახლა ახალ ეკონომიკურ სარეზერვო ფონდში ირიცხება. ეს ფონდი ვის ეძლევა? ის ადმინისტრატორები, ვინც ამ ფონდს განკარგავდნენ, ახლა ბოლშევიკური ჩინოვნიკები არიან. ისინი ახალი სახელებით, ახალი ეტიკეტებით, ძველი ტომრების ახალი მეპატრონეები გახდნენ. ეს ყველაზე სასტიკი სიუჟეტი. ჯარისკაცმა ყინულიანი ჭაობიდან გამოუგზავნა ოქროს ჯვარი რევოლუციისთვის. ეს ჯვარი გადაადნეს. ოქრო ფულად გახდა. ფული სახელმწიფო ბანკში. სახელმწიფო ბანკი ხელისუფლება. ხელისუფლება ის ადამიანები, ვინც 10,
20 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ამ ოქროს კვალს ვეღარ ადგებიან. ჩხეიძე, ის ასკეტი, ის ძველ პალტოში, ამ ყველაფრის ბოლოს, ლევილში, პარიზის გარეუბანში, 1926 წლის ივნისის 7-ს, გაჩნდა ის კითხვა: სად წავიდა ის ოქრო? სად წავიდა ის ჯვრები? სად გაჩინა ის ფული? ვისი ხელმომწერი ის იყო? ამ კითხვებზე, ამ ბებრ ქარიშხლებში გატეხილ კაცს პასუხი ჰქონდა, მაგრამ ამ პასუხს ვინმეს ვეღარ ეთხოვდა, ვინც მოусმენდა, ვეღარ იყო. ეპოქა გასულიყო. მის ეპოქასთან ერთად ეს პასუხიც. ახლა ჩვენ ვდგებით ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის წინ. ის ჯარისკაცი, ვინც ყინულიანი ჭაობიდან გამოუგზავნა ვერცხლის ჯვარი, რევოლუციისთვის. ეს ჯარისკაცი, ეს ადამიანი, ის ვისენდო? ჩხეიძეს? ჩხეიძე სიღარიბეში მოკვდა. რევოლუცია ის ჯვარი გადაადნო. სახელმწიფო ამ ოქროს ახალ ხელებს გადასცემდა. ამ ჯარისკაცის ჯვარი, ის ვერცხლი, ის ოქრო, ის ადამიანური სათუთი ბოლომდე ვერ მიუბრუნდა. არც ამ ჯარისკაცს, არც მის ოჯახს, არც რევოლუციას, ვის სახელით გაიყვანეს. ის ბაზარში გაქრა და ეს ამ ამბის ყველაზე ბნელი, ყველაზე ემოციური, ყველაზე გამოუვალი პასუხია. ის ოქრო, ის ახლა ვის ჯიბეშია? პეტროგრადის განსაკუთრებული სამსახური ინახავდა ერთ დოსიეს, კუდური სახელწოდებით, ვინც ოფიციალურ ჩამონათვალებში ვერ ჩნდება. ამ დოსიეში სულ 3 ასლი არსებობდა. პირველი, სამსახურის ხელმძღვანელთან, მეორე, პეტროგრადის ფინანსური კომისიის ბეჭდითი განყოფილების არქივში, მესამე, უცნობია სად. ამ დოსიეს შიგთავსი, ის, ვინც ახლო წრის ადამიანებმა ნახეს, შეიცავდა ერთ ნივთს, ვის ერთ ხსენებაზეც ადამიანები ხმას ჩაიყუტებდნენ. ქაღალდის შეძენის ყველა კონტრაქტი, ერთ ადგილზე, ყველა სახელით, ყველა ოდენობით. დოსიე, რომელიც ყოველივეს ამბობდა. 1900 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს დოსიე გაქრა. ვინ წაიღო? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ამ დოსიეს რომელი სახელები სჭირდებოდა, რომ ამ ქვეყნიდან გაქრეს? 1900 წლის სექტემბრის ბოლო კვირა. ჩხეიძე გადადის. პრეზიდიუმი იშლება. ტავრიდის სასახლეში ამ გარდამავალ დღეებში ოდნავ 3, ოდნავ 4 დღე ხდება ისეთი ნივთი, ვინც ოდნავ შეამჩნიეს. ოთახებიდან ქაღალდები გადაადგილდება. კუმუდებიდან, მაგიდებიდან, კარადებიდან. ის ქაღალდები, რომლებიც ფინანსური კომისიის ოპერატიულ ოქმებს ინახავდა, ახლა ფაილების სახით, ახლა ტუმრების სახით გადაადგილდება. სად? ამ კითხვაზე, ამ 3-4 დღის მოქმედების შესახებ ოქმი არ არსებობა. არ არსებობა კი ყოველ ჯერზე, ყველაზე ინფორმაციულია. ჩვენ ვიცით ერთი, ის ქაღალდები, რომლებიც რკინის ფონდის შემოსვლა გასვლებს ინახავდა, ვინც ქაღალდის კონტრაქტების დუბლიკატებს შეიცავდა, ვინც იზვესტიას ბიუჯეტის ანგარიშებს ფარავდა, ეს ქაღალდები ბოლშევიკების მიერ ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულ ინვენტარიზაციაში ვეღარ ჩნდება. ეს ვეღარ ჩნდება, ეს ნიშნავს ერთსა და იმავეს. მაგრამ ვინ ატარებდა ამ ქაღალდებს? ვის ხელებში გადავიდა ეს გაქრობილი დოსიე? ამ კითხვაზე ირიბი, მაგრამ ძალიან ნათელი პასუხი გვაქვს. ოქტომბრის პირველ კვირებში პეტროგრადის ბანკების გარკვეულ ჩვენებებში, ეს ჩვენებები 21 საუკუნის ისტორიკოსების სამუშაოდ ნაწილობრივ გახსნილ არქივებში, ერთი ნაკვალევი ჩნდება. გარკვეული ოდენობები 1900 წლის ოქტომბრის ბოლო კვირებში გადაირიცხება ბანკებში, სახელებზე, ვინც სახელმწიფო მიმწოდებლების კატეგორიაში ირიცხებოდნენ. ეს გადარიცხვები, ეს ოდენობები ზუსტად ემთხვევა რკინის ფონდის ბოლო ნაშთებს, ვინც ოფიციალური ჩანაწერებიდან ინფლაციით ახსნეს. ინფლაცია, ეს ახსნა ოდნავ სწრაფი ჩანდა, ოდნავ ძალიან გლუვი. ეს ნაკვალევი, ეს ერთი ვიწრო, ნახევრად ხილული ძაფი, ახლა ჩვენ გვიჩვენებს, ვინ ბოლოს, ამ ეპოქის ყველაზე ქაოტურ, ყველაზე გარდამავალ დღეებში, ყველაზე ეფექტიანად იმოქმედა. ეს ადამიანები, ის ანონიმური, ბნელი, კომისიებზე დამოკიდებული ფიგურები, ახლა გამოდის, რომ ისინი ყველაზე კარგად ამზადებდნენ. ყველა სხვა ჩქარობდა ისტორიას, ისინი ჩქარობდნენ ბანკში. ეს ამ ამბის ყველაზე ემოციური სიმძიმე. ისტორიას ის ადამიანები ახსოვს, ვინც ლაპარაკობდა,
ვინც ჩუმად ბანკში გარბოდა, ისტორიას მივიწყებული ყავს. ამ მივიწყებაში კი ნამდვილი გამარჯვება ბინადრობს. და ეს ამ ეპოქის, ამ ამბის ბოლო, ყველაზე გამოუვალი კითხვა. ვის ინტერესი ემსახურებოდა ის დოსიე, რომელიც გაქრა? ვისი სახელები ჭირდებოდა ამ ამბიდან სამუდამოდ გაქრეს? ახლა ამ ყველაფრის შემდეგ ამბობს კაცი, ვინც ამ ამბის ბოლო ცოცხალი მოწმია, ვინც 10 წლიური ჩუმობდა. ახლა შეიძლება ვთქვა. ვინც ჩხეიძეს ყველაზე ახლოს იდგნენ, ისინი ორ ჯგუფად გაიყნენ. ერთი ჯგუფი ისე გახდავით ჩხეიძე, ხელცარიელი, გაღარიბებული ემიგრაციაში. მეორე ჯგუფი ის ვინც ახლოს, მაგრამ ოდნავ მოშორებით იდგა. ამ ეპოქის ტალღაზე გაცურა. გაცურა ისე ადვილად, ვითომ ყოველთვის ასე ყოფილა. ეს ადამიანი, ვის სახელს ჩვენ ვიცავთ, ახლა პირველად ლაპარაკობს იმაზე, ვის შესახებ 10 წლეული ჩუმდებოდა. ის რაც ამ კაცმა ნახა, გვესმა, ისტორიის ოფიციალურ გვერდებზე არასოდეს მოხვედრილა. დღეს პირველად ეს ჩვენება ჟღერს. ის ჯგუფი ვინც ახლოს, მაგრამ ოდნავ მოშორებით იდგა. ის მეტაფორა ამ მომსაუბრის პირიდან ყველაზე ზუსტია. ტავრიდის სასახლეში ყოველ სხდომაზე ყოფდებოდნენ ადამიანები, ოფიციალური ტიტულები, კომისიის მდივანი, უქმის შემდგენელი, სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელი. ეს ტიტულები ნაკლებ შესამჩნევი, ნაკლებ სპექტაკლური, ყოველჯერზე ტექნიკური. სწორედ ამ ტექნიკური ადამიანების ხელებში გადიოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ქაღალდები, უქმები, კონტრაქტების ასლები. ჩხეიძე ლაპარაკობდა, სხდომა გრძელდებოდა. ეს ადამიანები ჩაიწერდნენ და ჩაწერაში ჩაიწერდა ის, ვინც სჭირდებოდათ და არ ჩაიწერდა ის, ვინც არ სჭირდებოდათ. ეს სელექტიური ჩაწერა, ეს ყველაზე ძველი ტექნიკაა, ბიუროკრატიის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ქვამ ვინც ქვაფენობს, ის ადამიანი ყოველ ეპოქაში ყველაზე ნელა, ყველაზე ეფექტიანად ქმნის ისტორიას. ისტორია კი ის, ვინც ჩაიწერება, ის ხდება. ჩვენი მომსაუბრეს ახსოვს ერთი კონკრეტული ეპიზოდი. 1900 წლის ივნისი, ტავრიდის სასახლის კანცელარია, უქმების ოთახი, ვიწრო, ფანჯრებიანი, ქაღალდის სუნი. ის ხდება ასე. ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი, სახელს ჩვენ ვიცავთ, შედის ოთახში, ოქმს ათვალიერებს. ერთ ადგილას ის ოდენობა, ის სახელი, ის კონტრაქტი ოდნავ ჩერდება. ჩვენს მომსაუბრეს ოდნავ შეჰყავს თვალი. შემდეგ ეს ოდენობა ოქმის სხვა გვერდზე გადადის, სხვა სახელით, ოდნავ სხვა ოდენობით, ოდნავ. ის ადამიანი ოქმის ოდნავ გახსნის შემდეგ ოთახიდან გადის. ჩვენი მომსაუბრე მარტო ოთახში. ახლა ხელში უჭირავს ოქმი, სადაც ეს ოდნავი, ის ცვლილება ახლა ოფიციალურია. მე ვერ ვიტყვი ვინ იყო ის კაცი, ვინ ბარდება ვინ ვის. ის ცხოვრობდა ამ ქვეყანაში კიდევ 20 წელი. კარგად ცხოვრობდა. ეს ბოლო ფრაზა, კარგად ცხოვრობდა, ამ ამბის ყველაზე სასტიკი, ყველაზე ლაკონური ეპილოგია. ეს ეპიზოდი, ეს ოქმის ოდნავი ცვლილება, ის სიმბოლოა, ვინც 1900 წლის ამ ამბის ყველა ნაკადს ერთ ნაკადად ათავსებს. ჩხეიძე ლაპარაკობდა, ოქმი ოდნავ იცვლებოდა. წერეთელი სხდომას ხელმძღვანელობდა, ოქმი ოდნავ ემახსოვრებოდა. სკობელევი კომისიას კი ხელმძღვანელობდა, ოქმი ოდნავ სხვა ციფრს ინახავდა. ეს ოდნავები 10, 20, 100 ჯერ ჯამდება. ჯამი კი ვინც ახლა ვიცით, ყველაზე ანონიმური ადამიანების ჯიბეში ჩაიდინა. ამ ეპიზოდში, ამ ერთ ოქმის ცვლილებაში, ამ ამბის ყველა სხვა ეპიზოდი სარკედ ირეკლება. ყველა ოდნავ სხვა ოდენობა, ყველა ოდნავ სხვა სახელი ჯამდება ერთ ციფრად. ეს ციფრი, ის ციფრი, ვინც ვეღარ ვიცით, ეს ამ ამბის საბოლოო, გამოუვალი, ბნელი ციფრია. და ახლა ის ჩვენება, ვინც ამ ყველაფრის ბოლო ძაფს ჭერს. ეს ბოლო ძაფი, ეს არ არის ჩხეიძე, არ არის წერეთელი, არ არის სკობელევი. ეს ბოლო ძაფი, ის კარგად მცხოვრები ადამიანია. ის ადამიანი, ვის სახელი ოქმიდან ოდნავ გადავიდა და ის ოდნავი ოქროდ გახდა. ვინ იყო ეს კაცი? ეს კითხვა ამ ამბის ყველაზე გამოუვალ, ყველაზე ბნელ კუთხეში ახლა ცხიაა. 1926 წლის ივნისის 7, ლევილი. ეს ბოლო გვერდი. ნიკოლოზ ჩხეიძე, ამ კაცის,
ამ ეპოქის, ამ ამბის ბოლო სტრიქონი. ის, ვინც 10 წლის წინ პეტროგრადის ყველა კვარტალში ყვიროდნენ, ახლა ლევილის ვიწრო, ნაცრისფერ ოთახში ყავდა, მარტო. ის ძველ პალტოში, ის პალტო, ვინც ამ ამბის ყოველ გვერდზე გამოჩნდა, ახლა ამ ოთახის ცივ ჰაერში, ჯიბეში, არ არა. ეს ბოლო ეპიზოდი, ეს ბოლო ეტაპი, ამ კაცის, ამ ეპოქის, ყველაზე სასტიკი, ყველაზე ემოციური დასასრულია. ჩხეიძე, ვინც 10,000 ადამიანის სახელის ხელმომწერი იყო, ბოლოს ამ ოთახში, მარტო, სიღარიბეში, თავის მიწიერი გზა დაასრულა. ამ ბოლო ეტაპის ამბავი ყველაზე ემოციური სახით გამოიხატება ერთი კონტრასტში. ის ფული, რომელიც მის ხელს გაიარა, ლომის წილის სხვების ჯიბეში ჩაიდინა. ის, ვინც ხელს აწერდა, ჯიბეში არ დარჩა. 1900 წლიდან 1926 წლამდე ეს 9 წელი ამ კაცის ყველაზე სრული, ყველაზე არარომანტიული, ყველაზე ადამიანური ბიოგრაფიაა. 1920 პეტროგრადი, ტავრიდა, ძალაუფლება, ხმები, სხდომები, ხელმოწერები, ბიუჯეტები. 1921 საქართველო, ახალი ეპოქა, კვლავ ლაპარაკი, კვლავ ბრძოლა. 1922 საბჭოთა ჯარი, ემიგრაცია, გზა ევროპისკენ. 1922-26 ემიგრაციის ოთახები, სხვადასხვა ქალაქი, სიღარიბე, ოდნავ სხვა უდენობებით, ოდნავ სხვა ოთახებით, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე. ჯიბეში არ არა. ეს არ არა ჯიბეში. ეს ფრაზა ამ ამბის ყველაზე ლაკონური, ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩხეიძის ბიოგრაფიის ყველა ნაწილს. ეს არ არა, ეს სიღარიბე, ეს არ არ გამდიდრება. ეს ყველაფერი ერთ ნივთს ადასტურებს. ჩხეიძე ნამდვილად, პირადად არ გამდიდრდა. ეს ფაქტი, ის ვინც ყველაზე მარტივია ამ ამბის ყველა ელემენტიდან, ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს ფაქტი, ეს ჩხეიძე არ გამდიდრდა, ნიშნავს კიდევ ერთ ნივთს, ვინც ამ ამბის ყველაზე ბნელ ნაწილს ხსნის. თუ ჩხეიძე ამ ფულში არ ცხოვრობდა, ვინ ცხოვრობდა? ეს ვინ ამ ამბის ყველაზე ძვირი კითხვა, ახლა სრული ძალით ჩნდება. ის ადამიანები, ვინც ჩხეიძის სახელს, ჩხეიძის ავტორიტეტს, ჩხეიძის ოდნავ ვემნახვას იყენებდნენ. ის ადამიანები, ვინც კომისიებში, კანცელარიებში, უქმების ოთახებში ეს ოდნავები ამუშავებდნენ. ეს ადამიანები ცხოვრობდნენ კარგად, ხანგრძლივად, ახალ ეპოქებში ახალი ტიტულებით, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე ფუნქციით. ის ტექნიკური კაცი, ვინც ყოველ სისტემაში, ყოველ ჯერზე ოქმს ჩაწერს. ეს ოქმის კაცი, ეს ფიგურა ამ ამბის, ამ ეპოქის, ამ ქვეყნის ყველაზე ღრმად ფესვგადგმული, ყველაზე ვეღარ ამოძირკვებადი ელემენტია. ჩხეიძეები იცვლებიან, ეპოქები იცვლებიან. ოქმის ოთახი, კარგი, ის კი ყოველ ჯერზე ისევ ღიაა. ახლა ბოლო სახელი, ახლა ირაკლი წერეთელი. ეს ადამიანი ჩხეიძის გვერდით, ყველაზე ბრწყინვალე, ყველაზე ინტელექტუალური, ყველაზე ევროპული ფიგურა ამ ამბავში ბოლომდე ცხოვრობდა. 1900 წლის ბოლო ეტაპებიდან ემიგრაციით, ათეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციაზე ის ლაპარაკობდა ნიუ-იორკში 1959 წელს, სიკვდილამდე. ის ჩხეიძის მსგავსად პირადად არ გამდიდრდა. ეს კი ამ ეპოქის ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე არარომანტიული სიმართლეა. ყველაზე მეტი ხმა, ყველაზე ნაკლები ფული. ყველაზე ნაკლები ხმა, ყველაზე მეტი ფული. ეს ფორმულა, ეს ამ ეპოქის, ამ ამბის, ამ ქვეყნის ყველაზე უცვლელი ფორმულაა. და ახლა ის კითხვა, ვინც ამ ამბის ბოლოს ტრიქონია. ჯარისკაცი, ის ყინულიანი ჭაობის ჯარისკაცი, ვინც ვერცხლის ჯვარი გაატანა რევოლუციისთვის. ჩხეიძე, ვინც ამ ჯვარის ხელმომწერი გახდა, ვინც ბოლოს ჯიბეში არ ჰქონდა. წერეთელი, ვინც ინტელექტით ბრწყინავდა, ნიუ-იორკში მარტო გარდაიცვალა. სკობელევი, ვინც ადაპტირდა, 1928 წლამდე გადარჩა. სტალინმა, სტალინური ეპოქის ბოლოს სიტყვად ის წაიყვანა. ოქმის კაცი, ის ანონიმური, ბნელი, კარგად მცხოვრები ფიგურა. ის კი ის ჯერ კიდევ ისტორიის ოქმებში ანონიმად რჩება. ამ ამბის ყველა ხმამაღალი ფიგურა ბოლოს სიღარიბეში, ან ტყვიით, ან მარტოობაში ასრულებს. ყველა ჩუმი ფიგურა კარგად ცხოვრობს. ეს
ამ ამბის ბოლო ყველაზე გამოუვალი, ყველაზე ემოციური სიმართლე. და ეს სიმართლე, ეს არ არის ჩხეიძის ამბავი. ეს ყველა ეპოქის ამბავია. 1900 წლის სექტემბრის ბოლოს, ტავრიდის სასახლიდან გასვლის შემდეგ, ჩხეიძე, წერეთელი და სხვა მენშევიკური ხელმძღვანელობა გარკვეული დროით კვლავ ლაპარაკობდა. ახლა ნაკლებ ყურებში, ნაკლებ ყოველდღიური გაზეთის გვერდებზე. ისინი ლაპარაკობდნენ მომავალ კოალიციაზე, ომის დასრულებაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე. ოქტომბრის შემდეგ, ბოლშევიკების ეპოქაში, ეს ხმები ნელ-ნელა, ოდნავ-ოდნავ ჩაახშეს. ჩახშობა ვარვარ ხმამაღლა არ ხდებოდა. ის ხდებოდა ოთახებს, პლატფორმებს, ოქმებს შორის. ამ ყველა ნივთს შორის ის ანთებული ხმები გამოეთიშებოდნენ. ჩხეიძის ოჯახი, მისი ახლო ადამიანები, ამ ეპოქის ამ ნაწილზე ოდნავ შესახებ ვიცით. ის, ვინც საქართველოში დარჩა ბოლშევიკური ეპოქის ქარიშხალში, სხვადასხვა ბედი ეწია. ის, ვინც ემიგრაციაში გაიყვანეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სიღარიბეში, ნოსტალგიაში, ოდნავ სხვა ოთახებში, ჩხეიძის ბოლო ეტაპის პარალელური სამყარო შექმნეს. ოჯახი, ვინც ამ ეპოქის ყველა ქარიშხლი გამოიარა, ბოლოს მარტო, ბნელ, სიღარიბის ოთახებში. სკობელევი ამ ამბის ყველაზე ადაპტაციური ფიგურა. ის, ვინც 10 წელს მენშევიკი იყო, შემდეგ ბოლშევიკი, შემდეგ სახელმწიფო კომისიის წევრი. 1928 წელს გაიწმინდა. სტალინი ყველა გარდამავალ ფიგურას, ყველა ორ სამყაროს შორის მოარული კაცს ბოლოს ერთნაირ პასუხს უბრუნებდა. ის პასუხი ტყვია, ადაპტაციის ბოლო ფასი. ის ბიზნეს ჯგუფები, ის ოქმის კაცები, ის ანონიმური კარგად მცხოვრები ფიგურები, ის ადამიანები, ვინც 1900 წლის ყველა ქაღალდი, ყველა კონტრაქტი, ყველა ოდნავ, ისინი ახალ ეპოქებში ახალი ტიტულებით, ახალ კომისიებში, ახალ ოქმის ოთახებში გაგრძელდნენ. ეს გაგრძელება, ეს ყველაზე ჩუმი, ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვება. ახლა ოდნავ სხვა სახელებით, ოდნავ სხვა ეპოქებში კვლავ ბინადრობს. საქართველო, ეს ქვეყანა, ვის ფიგურიდან ამ ამბის ყველაზე ბრწყინვალე ხმა გამოვიდა, 1921 წელს საბჭოთა ეპოქაში შევიდა. ის ჩხეიძის, ის წერეთლის, ის ამ ყველა ახლო სახელის ეპოქა ოფიციალური ისტორიიდან გაქრა. მათი ადგილი საბჭოთა ნარატივმა დაიკავა, სადაც ჩხეიძე ხალხის ხალატელია, სადაც ეს ამბავი ბურჟუაზიული კლიკის ისტორიაა. ეს ნარატივი, ეს ყალბი, გამარტივებული, შეკვეცილი ნარატივი 10 წლეული ცხოვრობდა ოფიციალურ სახელმძღვანელოებში. ახლა ბოლო სიტყვა. ამ ამბის ყველა ძაფი, ყველა სახელი, ყველა ოდენობა ერთ კითხვაზე მოდის. ჯარისკაცი, ვინც ყინულიანი ფრონტიდან გამოუგზავნა ვერცხლის ჯვარი რევოლუციისთვის, ეს ჯარისკაცი ვინენდო და ეს ნდობა, ეს ადამიანური, ყველაზე ელემენტარული ნდობა ვინ გამოიყენა? ვინ ამ ამბის ყველა ფიგურიდან, ამ ნდობას ყველაზე ცინიკურად, ყველაზე ეფექტიანად, ოქრად გადაამუშავა? ამ კითხვაზე ამ ამბის ყველა ჩვენება, ყველა ოქმი, ყველა ოდნავ ირიბ პასუხებს გვაძლევს. პირდაპირ პასუხს კი ის დოსიე, რომელიც გაქრა, ინახავდა. და ის დოსიე, ის სამი ასლი, რომელთაგან ერთი უცნობია სად, ის ახლა ამ ამბის ბოლო სტრიქონამდე არქივების სადღაც ყინულის ქვეშ, პეტროგრადის სიჩუმეში, ან ვინმეს ჯიბეში ელოდება კითხვას. ეს კითხვა ამ ამბის ბოლო. ვინ ინახავს ამ დოსიეს? და თუ ის ახლაც არსებობს, ვისი სახელები ასე სამუდამოდ, ასე მეტყველად ამ ყინულის ქვეშ დევს?